В торжественной церемонии открытия здания посольства России в Республике Абхазия приняли участие президент Александр Анкваб. Სოხუმში რუსეთის საელჩოს საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე არქოვმა და ეგრეთ წოდებული მთავრობის სხვა წევრებმა. აფხაზეთში რუსეთის ეგრეთ წოდებულმა ელჩმა სიმონ გრიგორიოვმა აღნიშნა, რომ დღეს უკვე შექმნილია ყველანაირი პირობა დიპლომატიური корпуსის თანამშრომლების ნაყოფიერი მუშაობისთვის. Сотрудников дипломатического корпуса созданы все условия для полноценной работы. Благодаря помощи и поддержке руководства Абхазии. აფხაზეთის ხელისუფლების დახმარებით ჩვენი ჯარით ავიღეთ ყოფილი სასტუმრო შენობა, რომელიც მიმდინარე წელს გარემოწმდა და ადაპტირებულ იქნა რუსეთის საელჩოსთვის. Президент Абхазии Александр Анкваб ალექსანდრე ანკვაბმა აღნიშნა, რომ რუსეთის საელჩოს გახსნა აფხაზი და რუსი ხალხის ნაყოფიერი ურთიერთობის გაგრძელებაა. Уважаемые дамы и господа, имею честь принимать участие в столь значительном мероприятии. Я не могу это не подчеркнуть. ძირფასო სტუმრებო, მაქვს პატივი მივიღო მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. რუსეთ-აფხაზეთ შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მეგობრობის გაღრმავებისთვის, რომელიც კარგი ხანია ახალ ხარისხობრივ საფეხურზე გადავიდა. რა თქმა უნდა, დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია რუსეთის საელჩოს მუშაობას აფხაზეთში. Очень важная роль принадлежит посольству Российской Федерации в Республике Абхазия. По завершению церемонии ცერემონიის დასრულების შემდეგ საზეიმოდ აღიმართა რუსეთის ფედერაციის დროშა. Александр Анкваб, Виктор გაიჭრა წითელი ლენტი, ამის შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა რუსეთის საელჩოს შენობა დაათვალიერეს. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ სოხუმში რუსეთის საელჩოს ამოქმედებით არსებითად არაფერი იცვლება. ელგუჯაგვაზავას შეფასებით ამ ეტაპზე რუსეთი ფიქრობს, თუ რა სტატუსით შეიძლება გააგრძელოს აფხაზეთთან ურთიერთობა. უმაღლეს საბჭოში იმედოვნებენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მსოფლიო რუსეთის ამგვარ ნაბიჯებს თავის შეფასებას მისცემს. ეს საელჩო უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს. თვითონ აფხაზი ახალგაზრდობა, რომელიც ობიექტურად აფასებს სიტუაციას აფხაზეთში, წერს ოპოზიცია წერს, რომ ელჩი, რომელიც არის დღეს აფხაზეთში რუსეთიდან, პრაქტიკულად მართავს აფხაზეთს, ის ერევა ყველა საქმეებში. მის გარეშე პრაქტიკულად არც ერთი საკითხი არ წყდებოდა ბაღაფშის დროს. ალბათ ესე გაგრძელდება ახლაც.